სააკაშვილმა რო თქვა გუში რა, სააკაშვილი იძახდა გუში რომ მოკლედ ყვება ისტორიას ვიღაცა მოღალატეები, რუსული კაკები, როგორც იცის ხოლმე რა. ახეთ რას წერს რა? მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა. იმიტომ რომ მიუხედავად დალხინებული ცხოვრებისა, უკრაინამ შეუძლებელი და დაკნინებული ქვეყნისთვის მე არ შემეძლო რომ მეყურებინა. ჩამოსვლა მარტივი არ იყო. რადგან რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა ჩამოდიო. ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მე გარკვეული ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში. დასახი აქ. ნაკინი არ დაგეწუწოს. ეს ადამიანს რო არ იძახის ვინა ვიღაცა იყო ეგეთიო რა და ჩვენ გვაიჭირებს ნეტა ვინ იყო. ნეტა ვინ იყო. ხას მძიმე და არის ხ მენტალურად არ ძალიან მძიმე. ძალიან აი ხო თითქოს კარგად ზისო და აი არაფერი კარგად ზისო. ზისო ხო გია კარგად. ჯერ იყო და 1000 ქურქი გამოიცვალა დედამისმა ვიმეჭრე შედიოდა და არა თითქოს ხო კომფორტულად ზის ადრე რაც იყო მაგის დროს ხო მაგრამ მაგისტრის ჯდომაც ისეთი კოშმარია აი შენ არ იცი რა მაგას წერდება აუდიტორია არა კედელში წარმოიდგინე რა რა გააკეთა ახლა ეს ყველაზე მეტად მაცინებს ხოლმე ეს მაგისი რომ აი ყურადღებას ვეღარ იქცევს ჯდება და ის ფილმი მახსენებს მუმიაში ყველა სახელმწიფოს ენაზე რო ელაპარაკება აბსოლუტურად იქ იმას ბრაზილიას ცალკე რო ელაპარაკება ის მახსენდება მუმიაში ის რო იმეებს აძრობს ხო დამწვამულებს ნეპალში რო შეილიყავს აღარ იცის ახლა რა ქნა